რუსეთში მარეგულირებელმა როსკომნაძორმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ნაწილობრივ შეიზღუდა მესენჯერები, ტელეგრამი და WhatsApp-ი, კერძოდ შეუძლებელი არის სატელეფონო ზარების განხორციელება აპლიკაციების საშუალებით. ამის შესახებ რუსი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ ბოლო დღეების განმავლობაში. როსკომნაძორმა კი თავისი გადაწყვეტილება ახსნა მოქალაქეებზე ზრუნვით, რადგან როსკომნაძორის შეფასებით თაღლითები ხშირად იყენებენ WhatsApp-სა და Telegram-ს იმისათვის, რომ სხვადასხვა თაღლითური სქემები განახორციელონ მოქალაქეებზე და ასევე ამ მესენჯერებით ხდება ჩათრევა მოქალაქეების ტერორიზმსა და დივერსიულ საქმიანობაში. ასეთი კომენტარი გააკეთეს როსკომნაძორში. რაც შეეხება თავად Telegram-ს, მათ კომენტარი გააკეთეს გამოცემა RBK-სთან, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. კომენტარი, რომელიც მისცა Telegram-მა RBK-სთან გამოქვეყნებული არის ვებგვერდზე. ისინი აღნიშნავენ, რომ მავნებელ კონტენტს ყოველდღიურად მილიონობით ასეთ კონტენტს შლიან Telegram-ზე. გარდა ამისა, Telegram-მა პირველად გამოიყენა ზარებისთვის დეტალური კონფიდენციალობის პარამეტრები, ამიტომ Telegram-ის მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ, ვისგან მიიღონ ზარები, ან საერთოდ გამორთონ ის. ეს არის კომენტარი, რომელშიც გააკეთეს Telegram-ზე. დამატებითი განცხადება კონკრეტულად შეზღუდვასთან დაკავშირებით Telegram-ს არ გაუკეთებია, განსხვავებით WhatsApp-ისგან, რომელიც კომპანია მეტას ეკუთვნის, მათ განცხადება გამოაქვეყნეს ინგლისურ და ასევე რუსულ ენაზე. WhatsApp-ი კონფიდენციალური და დაშიფრული კომუნიკაციის აპლიკაციაა, ეწინააღმდეგება მთავრობების მცდელობებს შეელახონ ადამიანის უსაფრთხო კომუნიკაციის უფლება. სწორედ ამიტომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაბლოკოს WhatsApp-ი 100 მილიონამდე ჩვენი მომხმარებლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყოვლის მომცველი დაშიფრული კომუნიკაცია ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის რუსეთში. ვკითხულობთ WhatsApp-ის განცხადებაში. ზოგადად რუსეთი უკვე მრავალი წელია ცდილობს სხვადასხვა გზით შეზღუდოს ინტერნეტზე წვდომა, პერიოდულად იბლოკება სხვადასხვა ვებგვერდებსა ან აპლიკაციებში წვდომა. მაგალითად, მიმდინარე ზაფხულს ფართომასშტაბიანი გათიშვა იყო კავშირის რუსეთში და მაშინ განაცხადეს, რომ ეს გაკეთდა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ უკრაინისგან დრონებით თავდასხმა. ასევე შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად იგრძალება რუსეთში მომხმარებლებმა მოძებნონ ისეთი კონტენტი, ისეთი მასალები ინტერნეტში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს ექსტრემისტულად.